ძალიან კარგი, რას ერჩიან ამ მთავრობას, რას ერჩიან, საერთოდ ვამბობ. დაწყნარდნენ, დამშვიდდნენ და მშვიდობა დაამკვიდრონ ქვეყანაზე. რა უნდათ, ასე რომ ერთ ამბავში არიან და აწიოკეს ქვეყანა. მეტი რა უნდა ვთქვა? რა უნდა ვთქვა მეტი? ძალიანაც კარგი, დამნაშავე უნდა დაისაჯოს. ნაციონალებზე გვაქვს საუბარი. რა ვაფერ შევეხო, მე ეკლესიური ხალი ვარ, ვერაფერს ვერ ვიტყვი. აი, მშვიდობა მიეცი ყველას და მთელ საქართველოს და ისეთი დრო მოსული იყოს, რომ მშვიდობიან ქვეყანაში კი ვართ, მაგრამ მშვიდობას მოვითხოვ და იყოს მშვიდობიანი ქვეყანა. უცილებელი იყო და დასაჯელია მაგე ნაციონალური მოძრაობა, ყველა დასაჯელია ასეთი სტატისტიკური მოძრაობისთვის და ამ არეულობაში ახალი არჩევნების ჩატარება. და ამდენხან რატომ არ შეიქმნა საგამოძიებო კომისია? რა ვიცი, შვილო, მაგენის საქმე რა შეერევი. ამდენხან კარგი იყვნენ, ორივე ერთად შეხმატილებული და ეხლა რა გამოუჩნდათ არ ვიცი. რა მოხდა? მაგენის საიდუმლოებას ვერ გეიგებს, კაცი. ხან ასე არის, ხან ისე არის. რას გზას დავადგეთ ჩვენ ხალხმა არ ვიცი. ეროვნული მოძრაობა არ უნდათ. საქმეებში შესწორება, თავისი გეგმის გასწორება თუ ვინმე სხვანაირი თვალით უყურებს, ეს არ უნდათ. თავის შუაზე უნდათ, ეს ქვეყანა თავის შუაზე. სია შესაძლებელი იყო რა არა, როგორ არა. ძალიან ბევრი დანაშაულებია ჩადენილი. და ამდენხან რატომ ვერ მოხერხდა თქვენი აზრით კომისიის შექმნა და გამოძიების დაწესება? არ ვიცი, ალბათ მაგას ვერ გეტყვი. არის ალბათ იმდენი სიტუაცია, რომ ასე მოხდარება რა. კომისია აუცილებელი, ძალიან ბევრი იგენია, ხალხის ჩამოსახლებები იყო, იგი იყო. ძალიან ბევრი რაღაცები. ძალიან ცუდი იყო. აუცილებელი იყო, შვილო. ორივე მხარე დაუჭერიათ ვიზია. ამგეს მიგასამართლეთ ოცნებას. არ მიუძღვით ბრალი. და არც კომისიის შექმნა არ იყო აუცილებელი. უფრო ადრე იყო, ახლა არ იყო საჭირო, მაგრამ მე ვინ მკითხავს შვილო, უფრო ადრეო შეიცვალა მთავრობა, მაშინ უნდა გაეკეთებიათ, მაგი და ახლა ქვიანია უკვე მე მგონი. მათი მთავარ დანაშაულად რას მიიჩნევთ? ძალიან ბევრ რამეს, ციხეში მყავდა ძალიან ახლობლები და ძალიან ბევრი ცუდი. ხო და ახლა არ ვიცი, ახლა შეიძლება უფრო ცუდი ხდება, მე არ ვიცი. არ ვიცი. ასე რომ ასე. სასამართლოზე ნაციონალური მოძრაობა, ნახევარი ოცნება ნაციონალური მოძრაობა. ის გამომძიებლები, პროკურორები, ისინი ყველა ნაციონალურ მოძრაობაში იყო. მაშინ უნდა გაასამართლონ ისინი და მე გაასამართლონ ესენი. ასია ჩემი ვინ უჯდენია. ხო მართალი ვარ. ამგენმა რო ჩაიდინეს ახლა ასეთი არავის არ ჩაუდენი. ამგენმა რო ახალგაზრდებს თან პირი ამტრიან, ასეთი მე არ მინახავს. საერთოდ არ მომსწრებია 70 წლის კაცი. ეს არის რაღაც საშინელება. კომისიის აუცილებლად უნდა იყოს, ბატონო, აუცილებლად იმის გულისთვის, გეგე დანაშაულმა პასუხი უნდა აგოს. მე როცა კეთილი ვარ, შენ რატომ უნდა გამიკეთო ცუდი? მოდი სიკეთიდან დავიწყოთ, გეგე ქვეყნის სამშენებლობა რაღაცი ბროტიდან ვიწყებ. ნაციონალური მოძრაობა იყო სისხლიანი მოძრაობა, ვიდრე თუ მკითხავ, მე ეს ბაბულია, მე ამასე გეტყვი, იმიტომ რომ მე 45 წლის შვილი ვარ. სისხლიანი იყო. ბიჭო, კაცი იჭერი, მაგრამ რატო ურტყავ? გეგე ერთი გამაგებია, გეგე რაღაცა არ გაგცა პასუხი. შეიძლება იქ სიმართლეს ლაპარაკობ და შენ არ უჯერებ. შენ ხელშია მთავრობა, გეგე და ძალა და შენ ურტყავ, გეგე იმის გულის და შენ რო ძლიერი ხარ. რატო ურტყავ? შეიძლება მართალი ვთქვი, მე ძამი. ვინაც ჩაიდინა დანაშაული, ერის წინაშე, ქვეყნის წინაშე, რომელი პარტიაც არ უნდა იყოს, უნდა აგოს პასუხი და უნდა გასამართლდეს. რატომ ვერ მოხერხდა და მაფია არსებობდა და არ შეეძლოთ. და იმიტომ ეხლა რომ მოვიდა სხვა ამერიკაშიც რომ მოვიდა სხვა იგი ოხედა რას უძახის იყვნენ ყაჩაღები იყვნენ ენი იყვნენ და არ შეეძლოთ აი ვერ გაიტანდი სიმართლეს და იმიტომ სიმართლეს ვერ გაიტანდი ხო ზოგჯერ მართალი ხა მაგრამ ვერ გაგაქვს შენი სიმართლე აი ესე იყო ეგრე
რაც ჩვენ ტელევიზიით ხედავ და უყურებ იმას, რაც ჩაიდინეს, იმის პატიება როგორ შეიძლება? როგორ შეიძლება აპატიო? მე რა მთავრობაში რო ხარ ძალა ისეთი, რომელიც ჩაგრავს სხვას. ეს არ შეიძლება. ირვანიშვილმა შეიდინა დანაშაული. რაც ვიცი მე, რომ გააყალბა არჩევნები. შემელაპარაკე დავამთავრებო. არაფერი არ გამოუვათ. არაფერი არ გამოუვათ. მინიჩემისი პოლიციასია. ასე არ არის?